თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესებიც მიმდინარეობს. განიხილავენ ანტონ ჩეჩინის საქმეს მას რეჟიმი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას ედავება. ემუქრება 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა, ის ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დღესვე გაიმართება გიორგი ახობაძის პროცესიც, ის პროევროპული აქციების მონაწილე იყო და ოლიგარქის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აიყვანა. წარდგენილი ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით ახობაძის მიმართ განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში არ არსებობს ვიდეო მტკიცებულება. ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ნუცა გისმენთ. გიორგი, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საქმე არის უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე და სასამართლო იკვლევს მტკიცებულებებს. დღეს ბრალდების მხარე მოწმე პოლიციელებს წარმოადგენს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში ანტონ ჩეჩინის დაკავებისას იღებდნენ მონაწილეობას. ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი უკვე სხდომათა დარბაზში იმყოფება და აძლევს ჩვენებას უშუალოდ დაკავების ვითარების შესახებ, თუ რა ვითარებაში დააკავეს ანტონ ჩეჩინი, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მისი დაკავების შემდგომ. მოსამართლე ჯვებენ ნაჭყებია უნდა მოისმინოს რამდენიმე პოლიციელის ჩვენება. ამის შემდგომ კი, როგორც ცნობილი არის, ანტონ ჩეჩინიც ისარგებლებს სიტყვის უფლებით და დარბაზში საკუთარ მოსაზრებას მისი დაკავების შესახებ წარმოთქვამს. ადვოკატი აცხადებს, რომ მტკიცებულებები, რომელიც საქმეში არის, არ არის სრულყოფილი და მოითხოვს ახალი მტკიცებულებების დართვას. დღეს შუამდგომლობა უკვე დააყენა მოსამართლე გიორგი ჩხეიძემ და მტკიცებულება წარადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი თორნიკე მაკასარაშვილი, რომელმაც სასამართლოში უკვე მისცა ჩვენება, ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევს სასამართლოში და სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში. ამ საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო უწყებაშიც მიმდინარეობს გამოძიება ანტონ ჩეჩინის წინააღმდეგ. ჰქონდა გადაცდომას პოლიციელების მხრიდან ადგილი. კერძოდ ანტონ ჩეჩინი ასახელებდა, რომ მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სწორედ ამ ჩვენებებზე საუბრობდა ადვოკატი და ითხოვდა, რომ მტკიცებულებად დართულიყო ახალი გარემოება მისი განცხადება, სადაც სწორედ ამ ფაქტზე იყო საუბარი. მოსამართლე ჯვებენ ნაჭყებია მე შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ დასაშვებად ცნო ეს მტკიცებულება, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცნობის სახით დაერთოს საქმეს და არა როგორც მტკიცებულება. მოწმის აქეთ დაიკითხა ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელმაც განმარტა სასამართლოს ხდომაზე, რომ იგი ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკიძე დაკავების დროს არ იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიების ფარგლებშიც არის ეს პიროვნება გამოკითხული და ამ გამოკითხვის ოქმში მას საპირისპირო რამ აქვს მითითებული, რომ იგი მართალია უშუალოდ არ მონაწილეობდა პირადი ჩხრეკის პროცესში, თუმცა როდესაც მიმდინარეობდა პირადი ჩხრეკა და დაკავება ანტონ ჩეჩინის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ეს პიროვნება ადგილზე იმყოფებოდა. ანტონ ჩეჩინს სახელმწიფო ბრალდება ნარკოდანაშაულში ადანაშაულებს, კერძოდ ედავება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას. ეს ბრალი ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას. დღეს ასევე კიდევ ერთი სინდისის პატიმრის გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს უმალე თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნული საქმეც ნარკოდანაშაულს ეხება. ახობაძის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა მოიცავს 8-დან 10 წლამდე, 20 წლამდე ვადას. ადვოკატის შეფასებით ახობაძის საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ახობაძის ბრალეულობას, ასევე მტკიცებულებები, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა არის კანონის დარღვევით შედგენილი. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია არის, რომ საბოლოოდ მოსამართლემ ხედველობაში ეს მტკიცებულებები და გარემოებები არ უნდა მიიღოს და ბრალდებული უნდა გამართლდეს.